და საინტერესო თემით განვაგრძობთ გადაცემა საჭირობროტო თემით შეიძლება ასე ითქვას. პირდებიან რომ თბილისის ანძა ახალ წლამდე განათდება, თუმცა ახალი წელი რომ აღნიშნოთ და დავფიქრდეთ არაფერ შუაშია. ანძა სინათლის ქალაქის სიმბოლოა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ნახევრად ჩამქრალია. რატომ ვერ უზრუნველყო მთავრობამ ამ დრომდე თბილისის ანძის განათება და რა პირობების შესრულება მოუწევს კომპანია Grievance, რომელიც ანძას ახალ წლამდე ახალი სისტემით განათებს. სინათლის ქალაქის დირექტორი ვასილ ხორავა მოვუწევთ დღეს სტუდიაში მოგესალმებით. ბატონო ვასილ, რა იყო მიზეზი ამდენი ხნის ჩამქრალი ანძისა და როდის გვექნება უკვე გაკაშკაშებული და ჩვენთვის პოზიტიური ანძის ხივის საშუალება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ვისარგებლებ შემთხვევით და შეხვედრით წინვალებასაც საუბრობს. რაც შეეხება თვითონ ანძას და თქვენ დასმულ კითხვას, თუ რატო იყო ამდენი სანათი თქვათ გადამწვარი, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დაუკვირდებით იმ დეტალებს, საიდან მოვიდა საერთოდ მისი მონტაჟის პერიოდი, რომელიც განხორციელდა 2008-2010 წელს მოხდა მისი განახლება. აღმოვაჩენთ, რომ დღეს მდგომარეობით დედაქალაქის მერიაში არანაირი ხელშეკრულება არ მოიგზება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან იყო კონკრეტულად ხელშეკრულება გაფორმებული და თუ ვისთან იყო ეს ერთი ფაქტია და თვითონ ის პიროვნებები, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ყოველივე ამას. რა თანხა დაიხარჯა იმ ანძის განათებისთვის მაშინ, როდესაც ეს სისტემა გაკეთდა, ზუსტად რომელიც ხარვეზიანია? კი ბატონო, ეს არ იქნება ჩემგან აბსოლუტურად დაზუსტებული ინფორმაცია, ვინაიდან ახსენი, რომ ვერ მოიძიება ის ხელშეკრულება, მაგრამ როგორც კულუარული ინფორმაციები არსებობს ხოლმე დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა მაშინ. თუმცა რა გამოვიდა, დღეს ვხედავთ, ბატონ ვასილ, აქ იყო კითხვა დასმული, ასე რომ თქვათ, რატომ არ განათდა აქამდე ანძა და უგანცა მახსენა, რომ ეს არ არის ახალი წლის სიმბოლო, ეს არის თბილისის სიმბოლო და განათებული თბილისის სიმბოლო. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა ეს იყო პოლიტიკური პროტესტის იარაღიც, მაშინ ჩაქრა ანძა, ჩაბნელდა, იმიტომ რომ დამტკიცებული იყო თბილისის ბიუჯეტი, გვახსოვს ეს პერიოდი, ალბათ მაყურებელსაც ახსოვს. რამდენად სწორია ზოგადად ეს დამოკიდებულება პოლიტიკასთან რა შუაშია ანძა? აბსოლუტურად არანაირად სწორი არ არის, მართალი ვძანეთ და მით უმეტეს ახალი წელი და ანძა არ ასოცირდება ერთმანეთთან, მაგრამ უბრალოდ ეხა იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობაში პირადად მერის ხელმძღვანელობით მიღებული, რომ ახალი წლისთვის მოგვესწრო ჩვენ ანძის ახლებურად განათება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი დეტალები, მაგრამ ეს არა მარტო დეტალია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია და რეალობა თვითონ დედაქალაქისთვის, მოგეხსენება დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც კი შემოვალთ, დავეშვებით დედაქალაქისკენ და უკვე მოჩანს ანძა. ანუ ეს ერთგვარი სავიზიტო ბარათია დედაქალაქისთვის. ამიტომ ის რომ იყოს სწორად განათებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ამ თანხის ნაწილობრივ მოძიება მოხდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო აღსრულებული. ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო ეს თანხა და მოიწევა. როგორც ასეთი გათვალისწინებული დაგეგმილი არ იყო, მაგრამ მოხდა გარკვეული ცვლილებები, ვინაიდან ეს აღსრულებული იყო და თანხა მოიძია და დღის მდგომარეობით უკვე დაკონტრაქტებულია კონკრეტული კომპანია. კომპანია Grievance ვისაუბროთ, 25 წლიანი გამოცდილება. და რა თანხა დაიხარჯება ამისთვის? ესე იგი, უშუალოდ სანათების შეძენისთვის, მისი ტრანსპორტირებისთვის, ადგილზე მოტანისთვის, ვაკონკრეტებ ტექნიკური პერსონალის თავიდან ბოლომდე ზედამხედველობისთვის და ასევე ჩვენი პერსონალის გადამზადებისთვის, იმისთვის, რომ შემდგომში სინათლის ქალაქი, როგორც დღეს ემსახურება, მომავალშიც მოემსახურება ანძას და აწარმოებს მის საექსპლუატაციო სამუშაოებს. ამის გადამზადების ხარჯები მთლიანად შეადგენს 635,000 ევროს. ბატონო ვასილ, მინდა კითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ და რა მოლოდინი შეგვიძლია გაუჩინოთ თქვათ მაყურებელს ჩვენს ასევე ანძის განათებასთან დაკავშირებით. კომპანია Grievance-მა გაანათა Eiffel-ის კოშკი, პირამიდები და ასე შემდეგ, ანუ საკმაოდ გამოცდილება კარგი კომპანია. დობა გვაქვს. კი, რა თქმა უნდა, რამდენად მრავალფეროვანი იქნება ამ შემთხვევაში ჩვენი ანძის განათება? ძალიან სწორად დასმული კითხვა, უფრო ტექნიკური და უფრო პროფესიონალური, ის რაც ყველას მთელს დედაქალაქის მოსახლეობას აინტერესებს, თუ როგორ იქნება მისი ვიზუალური მხარე. აქ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩადებული, გულისხმობ ჩვენი დედაქალაქი, ეს არ არის თანამედროვე ქალაქი, სადაც შეიძლება ძალიან ჭრელი ფერები დომინირებდეს. ამიტომ სწორედ Grievance-თან ერთად იქნა მიღწეული, რომ ანძა უნდა იყოს ძალიან სწორად, თბილად და დედაქალაქის არქიტექტურასთან მორგებული. თვითონ ის წარმოადგენს როგორც არქიტექტურულ ნაგებობას, ვინაიდან ზღვის დონიდან ის არის 993 მეტრზე, ხოლო მისი სიმაღლე შეადგენს 274,5 მეტრს.
ანუ ის ძალიან საინტერესოდ არის როგორც გეოგრაფიულად განლაგებული და ის არ უნდა იყოს ჭრელი ანძა, ის არ უნდა იყოს ზედმეტი ცენტრებით გადატვირთული, ვინაიდან ის არ მოუხდება ქალაქს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება თუ რა ფერებში იქნება მისი ძირითადი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამულად იწერება მთელი 1 წლის განმავლობაში არსებული პროგრამა, რომელიც ავტომატურად გადავა სხვადასხვა ფერებზე თუ კომბინაციებზე, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვინც ექსპლუატაციას გაუწევს სინათლის ქალაქი, ნებისმიერ დროს შეგვეძლება გარკვეული ცვლილებების შეტანა. მოგეხსენებათ არსებობს ესეთი დღეები, როგორც არის წმინდა პატრიკის დღე, მაგალითად ამასთან დაკავშირებით წვანეთ განათდა, კი ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ანძა ვერ შეუცვალეთ და ის დაწესდა. დიდი მადლობა ბატონო ასილ პრინციპში. სანამ დავასრულებთ, ვექა მაინც ხარისხზე მინდა ორი სიტყვით გავამახვილოთ ყურადღება. ანუ ჩვენ გარანტია გვექნება, რომ ხარისხი იქნება მაღალი და წლიანი გარანტიით გვექნება. რა თქმა უნდა, გრიოენს ვენდობით მის გამოცდილებას და მის წარმომადგენლობას საქართველოში ეს არის კომპანია გრატო, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის მიმართულებით. ის არის ოფიციალურად მისი წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ მათ პიროვნებებსაც ვიცნობთ, მათ გამოცდილებასაც ხედავთ ყოველდღიურად და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი დიდი ჯგუფი გაერთიანდა და მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ აღარ მოხდება ისე, რომ ახალი განათებული ანძა იყოს პოლიტიკური სპეკულაციების იარაღი. ხო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ვასილ მომზადება, ვასილ ხოროვა იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის შემდეგ ჯაბა სამუშია შემოგვიერთდება ეთერში, ასე რომ დაგვრჩებით.